ჩინეთში კი რამდენიმე წლის წინ დაწყებული ეკონომიკური და ფინანსური წინსვლა პიკს აღწევს. ჩინეთის ეკონომიკის წარმატების საფუძველი ექსპორტია, თუმცა ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია დასავლური ბრენდების იმპორტის ზრდაც შეიმჩნევა. კომპანია Ferraris ავტომობილების რეალიზაციამ ჩინეთში პიკს მიაღწია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ლუქსის კლასის 999 მანქანა გაიყიდა. 15 დასახელების ბრენდი შანხაის საგამოფენო დარბაზშია განთავსებული. Ferraris წარმომადგენლების თქმით 1993 წლიდან ეს ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც კომპანიამ ჩინეთში მოაწყო. კოლექციაში კლასიკური სტილის ავტომობილებთან ერთად წარმოდგენილია Ferrari Spyderi და Modena. ასევე საკოლექციო ლიმიტირებული გამოშვებები, მათ შორისაა Testarossa და Fiorano. კომპანია Ferraris აღმასრულებელი დირექტორის ამანდეო ფელისას თქმით, 2-3 წელიწადში ჩინეთი რიგით მეორე უმსხვილესი ბაზარი გახდება, სადაც Ferrari თავის პროდუქციას წარმოადგენს. იდეაში დაახლოებით 2-3 წელიწადში ჩინეთში 600-მდე ავტომობილის გაყიდვას ვგეგმავთ. ასე რომ შეერთებული შტატების შემდეგ ჩინეთი Ferraris მარკის მანქანების რეალიზაციის მხრივ მეორე ადგილს დაიკავებს. Ferraris 999 ავტომობილის მფლობელი ჯონსონ ცენგი გახდა, რომელმაც ცნობილი ბრენდის ავტომობილში $590,000 გადაიხადა. მადლობა მინდა გადავუხადო Ferraris, რომ მათ ჩემი ოცნება რეალობად აქციეს და დღეს მე Ferrari 458 იტალიის მფლობელია. როგორც Ferraris 999 მანქანის მფლობელი, კომპანიის ჩინეთში განვითარების მომსწრე გავხდი. ჩვენ ყველანი ვამაყობთ იმ პროგრესით, რასაც Ferrari-მ ჩინეთში მიაღწია. ეს საუკეთესო ბრენდია და მისი პროდუქციაც შეუდარებელია. კომპანია Ferrari ჩინეთის ბაზარზე რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა წარმომადგენლობა 2004 წელს გახსნა. სოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ერიკი დღესდღეობით ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ბაზრის სახელს იხვეჭს.